უკვე ყელში ამომივიდა ამათი ყურება. ხო, საათობით განან სარკის წინ და ჩვენ უნდა ველოდოთ. ვფიქრობ, მათთვის მაკიაჟის გაკეთება ჯერ ადრეა. მოხუცი ქალი ხარ? ახლა ყველა პატარაც კი მაკიაჟს ატარებს. მოხუცი ქალი. მათ არ იციან მაკიაჟის გაკეთება. სტეფ, აბა შეხედე ამ ახალ პომადას. ეს ფერი მიხდება? მშვენიერია. რას ფიქრობ ჩემს ახალ თვალის ჭრდილზე? ახალია? კი, გუშინ ვიყიდე. შეიძლება ვცადო? კარგი, დავიღალეთ გომით და მათი ყურებით. პატარა ლამაზმანებო, ადრე ხომ არ არის თქვენთვის მაკიაჟის გაკეთება? ბონია, ბებია ხარ? არა, ბებია არ ვარ, უბრალოდ მეც მაღიზიანებს. შენი საქმე არ არის. დაგავიწყდა გეკითხა, რამდენი წლის ვართ? 20 წუთში გაკვეთილი გვაქვს და ჯერ კიდევ არ გაგიკეთებია მაკიაჟი. უნდა ჩამოვიშოროთ ეს პატარა უტვინოები. დროა. რა გინდა, ქერათმიანო? არ გაქვს გამბედაობა, რომ ჭკუა გვასწავლო? საერთოდ სარკის წინ 1 საათის გატარება ძალიან ბევრია. ჩვენ პირველი ვიყავით, ვინც მოვიდა. ჩვენ ყველანი ვეტყვით მისტერ მაქს, რომ შენ არ გვასვენებთ. მასწავლებელო მაქს, ჩოგბურთელები სააბაზანოდან გვყრიან. გამარჯობა მასწავლებელო მაქს, არ დაუჯეროთ ამ პატარა მეტიჩრებს. ჩემო პატარა ვეფხვის ბელო, ძალიან კარგი ხარ. კარგია რომ შევრიგდით. ასეა. ჰო, არ გინდა რამე მიყიდო? ჩვენი შერიგების ნიშნად. კეით, მე უკვე გიყიდე საჩუქარი. ვეფხო. ძალიან კარგია, ძალიან. მაგრამ მე მინდა სხვა რამე მომიტანო. რა გინდა რომ მოგიტანო, კეით? ალბათ სიხარულისგან გავფრინდებოდი ეს რომ მიმეღო. რა? $100,000 ბეჭედი? აუ, მტკივა მაქვს. ხო, პატარა ბეჭედი, პატარა ბრილიანტით. პატარა ბრილიანტით? ეს ბრილიანტები ჩემი თავის ზომისაა. ყველაფერი გასაკებია მაქვს. მიხვდი, რომ შენ მხოლოდ ძუნწი უტვინო, სუნიანი ტურა ხარ. მე არ ვარ სუნიანი, უბრალოდ ეს მართლა ძვირია. ღმერთო ჩემო. ბუშტო, მოусმინი აბა ჩემს რეპს. ჰეი, რას ამბობ? ეს ხომ 50 ცენტმა დაწერა. რა მატყუარა ხარ? ჰეი, ლუზერებო. აბა ცოტა ნელა. შეიძლება ცოტა უფრო ფრთხილად იყო? ბუშტო, გაიარე, პრობლემები გინდა? სტეფ, დამარტყი ჭინჭარი, მაგრად. რატომ მილანა? არ მინდა რამე გატკინო. უბრალოდ გააკეთე ეს, ყველაფერს ნახავ. აუ, ესეც ასე წითელია, წავედით. მასწავლებელო მაქს, ჩოგბურთელები თავხედები არიან, აბაზანიდან გავყარეს და ხელი მატკინეს, შემომხედეთ, გაწითლებული მაქვს. მშვენიერი იდეა, ვიცი? გოგოებო, ახლა ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს. თქვენი ტესტები უნდა გავასწორო. და თქვენ არც კი დარჩით მათ? ვინ უნდა დავსაჯო? ჩოგბურთელები. არა გოგოებო, დღეს არავის უსაყვედურებ. ეს მარტო უნდა გააკეთოთ. კარგი, აღარ შემაწუხოთ. ის მართალია, ჩვენ თვითონ გავუმკლავდებით, ხელი სულტყუილად იტკინე ჭინჭრით. $100,000 ბეჭედი, სრულ ჭკუაზეა? სად ვიშოვო ამდენი ფული? ბანკი უნდა გავძარცვო? ჩაკ, რას აკეთებ? მენდი, ფულს ვითვლი, ფულს უყვარს დათვლა. ოხ, ჯანდაბა, ისევ ამერია. შენ ამას ნახევარი საათია თვლი. ვამოწმებ ჩემს ხელფასს, რათა დავწმუნდე, რომ ამჯერად ნაკლები არ ამიღია. მენდი, იცი, რისთვის ვაგროვებ ფულს? ჩაკ, არ მაინტერესებს რისთვის აგროვებ.
კეტყვი, ვაგროვებ სულ ახალი Sony PlayStation-ისთვის. გინდა ჩემთან ერთად თამაში კამპუსის შემდეგ? ჩაკ, მე სხვა საქმეები მაქვს გასაკეთებელი. არ მინდა შენი PlayStation-ით თამაში. ლორა, გინდა შენი ჩანთავატარო? ძიმეებს გოგონები არ უნდა ატარებდნენ. ჰალკ, რა საყვარელი ხარ, მაგრამ მე შემიძლია ჩემი ჩანთის ტარება. ო, ლორა, თუ გინდა შემიძლია ხელში აგიყვანო ჩანთასთან ერთად. ვა, არ გაგიჭირდება? მე გამიჭირდება, შეხედე ამ კუნთებს, მე შემიძლია აქციო შენ და პატარა ენჯიც. პატარა ენჯის აწევა არ არის საჭირო, მაგრამ მე სიამოვნებით გავაკეთებდი ამას. ბუმბულივით მსუბუქი ხარ. გინდა რომ დაგატრიალო? წავიდა. ჰალკ, საკმარისია, მე შინი არ დავეცე, მკლავებით მატარე. კარგი. კარგად შემიგროვებია. მე ვიყიდი სრულიად ახალ PlayStation-ს. ჩაკ, რას აკეთებ? აიღე ხელფასი? და ვაგროვებ სულ ახალი PlayStation-ისთვის. გესმის ეს რას ნიშნავს? PlayStation-ი ცუდია. საერთოდ არ არის სახალისო. მაქს, რას ლაპარაკობ? ყველა მოზარდი ოცნებობს ახალ PlayStation-ზე. ჩაკ, ამ თვეში ტუალეტის ქაღალდისთვის ფული იშოვე? აქ ხომ უამრავი ტუალეტის ქაღალდია. დიახ, აქ ბევრი იყო, მაგრამ გაქრა. ახალი უნდა ვიყიდოთ, ასე რომ მომეცი ფული. მე თვითონ წავალ. მაქს, ეს უსამართლობაა. ფულს ვაგროვებ კონსოლისთვის. ჩაკ, გინდა კამპუსში ბინძური უკანალითიარო? არა, ესეც ასე. აქ დავასრულეთ. ოფიცერო. ღმერთო, ეს ნახევარი ბეჭედიც არ არის. რაც იქნება, მე ამას მივცემ. ბენს, შეხედე, ჰალკი შენს ლორას ატარებს. კუნთა სულ შეიშალა. მას აქვს გამბედაობა, რომ ჩემს ლორასთან მივიდეს. გინდა რომ ამ სულელ კუნთას დაველაპარაკო? მშვენიერია, მიდი ბეისბოლის მოთამაშე, გაუმკლავთ იმას. მან დაამტკიცოს, რომ შიშარა არ არის. უყურეთ და ისწავლეთ, ბიჭებო. ძალიან მაღიზიანებს, როცა ის გვეძახის ბიჭებოს. ჰეი ჰალკ, თუ ვინც ხარ? იქნებ ჯობია სპაიდერმენი გერქვას. ჰალკ, მე მგონი ესეც გიხდება. ლორა, დამელოდე, მოგვიანებით გავაგრძელებთ. რა გინდა? მე არაფერი, შენსთვის გოგოებს დასდევ. მისგან თავი შორს დაიჭირე, შარში გაეხვევი. სხვათა შორის გაიცანით, მისი სახელია ბუმბუმი. იცი რა ბეისბოლის მოთამაშე? აიღე შენი ჯოხი და მოშორდი აქედან. სიუხეშე ნამდვილად არ არის კარგი. ჯანდაბა, როგორ ავაცდინე? ახლა რა გავაკეთო? რომ მოხვედრო და ჰალკს კარგი დღე ნამდვილად არ დაადგებოდა. შეხედე, ჰალკს ეს არ მოსწონს, ის ბრაზდება. არ გინდა, თორემ ახლა ჩავიფსავ. ის ახლა მართლა ჩაიფსამს? ლორა, გავაგრძელოთ ტრიალი. ტრიალი კი არა, ჩახუტება. მომშორდი ბეისბოლის მოთამაშეო, გაიციე. დენ სმითი დაარტყი ჰალკ შენი ხელკეტით თავში. შენ კი დუგ, შენ სუდად გაქვს საქმე. ჰალკ, კლდესავით დიდი ხარ. ჰალკ, მგონი ის ისე ბრუნდება შენთან. რა იყო დიდო ბიჭო? ახლა თავში ჩემი ბურთი მოგხვდება. მომაშორე ფეხი ბეისბოლის მოთამაშეო. შენ წარედინანებ ამას ლორასთვის, დუკისთვის და ჩემი მეგობრის ბურთისთვის. ამოიღე ეს სისულელე თავიდან, მოდი წავიდეთ. წადით, გაეთრიეთ აქედან სულელებო.
ჰალკ, შენ გმირი ხარ, იცი? ფილმებში რომ გოგონები კოცნიან თავიანთ გმირებს? და ეს რას ნიშნავს? ახლა შენი გმირი ვარ, პატარა ლუ? ჰო, შენ დამიცავი იმ ავაზაკებისგან? რას ნიშნავს ეს? მე დავიმსახურე კოცნა? ჰალკ, კარგად კოცნი, იცი? ვიცი, იმიტომ რომ პროფესიონალი ვარ. ღმერთო ჩემო, ლორა ჰალკს კოცნის. მოღალატე, შეყვარებული აღარ მყავს. მეგობრებო, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ ჩვენს ახალ ეპიზოდებს.